როგორია ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციები და რა მოლოდინი აქვს ბაზრის მოთამაშეებს. HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძეა სტუდიაში, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ, რა სიახლეები და გამოწვევებია სექტორში. მოგესალმებით. მადლობა გაცემაში ჩართვისთვის, სტუმრობისთვის. საკმაოდ დიდი რაოდენობით საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს გასული წლის განმავლობაში. თუმცა რამდენად იგრძენით ეს სექტორმა? ეს არის ჩემი პირველი კითხვა და თუ იგრძენით, ეს თუ აისახა უკვე შემოსავლებზე ერთია ტურისტი და მეორეა რამდენად ხარჯულუნარიანი ტურისტი იყო ის ქვეყანაში ჩამოსული და მთლიან სექტორისთვის რამდენად მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო. სურათი როგორი იყო 2025 წელს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. 2025 წელი ნამდვილად იყო საამაყო წელიწადი ტურიზმის სფეროში. ეს იყო ის რეკორდული მაჩვენებლები, რომელიც თითქმის ყველა ობიექტმა და ზოგადად ქვეყანამ დაწერა და შეძლო რომ განევითარებინა. 2025 წელს ჩვენ საშუალოდ ჰქონდა 80-82%-იანი დატვირთულობა, რაც არის ჩვენი ისტორიული მაქსიმუმი და ვიტყვი პიკური ნიშნული. 2025 წელს ჩვენ ნახეთ გაზრდილი მაღალხარჯულუნარიანი ტურისტები, როგორც ევროპის, ასევე ჩინეთის მიმართულებებიდან იმის ხარჯზე, რომ დაემატა ძალიან ბევრი საერთაშორისო ფრენა, წამყვანი ქვეყნის წამყვანი, ესე ვთქვათ, დედაქალაქებიდან გახდა ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი ჩვენი ქვეყანა და ზოგადად თბილისი, ბათუმი და ქუთაისის ფრენები უშუალოდ იმ დაინტერესებული სეგმენტებისთვის, რომლებსაც აქამდე გარკვეული დისკომფორტი ჰქონდათ, იმიტომ რომ გადაჯდომითი რეისები უწევდათ ჩამოსვლა და ქართულ ტურისტულ კომპანიებსა და თუ სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გვიწევდა სხვადასხვა გზებით მათი, ესე ვთქვათ, მარტივად ჩამოყვანა, თუმცა ეს ყველაფერი 2025-ში შეიცვალა და ძალიან გაგვიმაგრა ზურგი უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას, რომ გაცილებით უფრო მეტი მაღალხარჯულუნარიანი ტურისტისთვის მიგვეწდინა ხმა და მათთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი საქართველოში ჩამოსვლა. მათ თავისთავად ძალიან აინტერესებთ როგორც აზიის, ისე ევროპის მიმართულებებიდან საქართველო და ვფიქრობ 2025 წელში ეს რა თქმა უნდა აისახა კერძო სექტორზეც, საშუალოდ იყო ფასები 2024-თან შედარებით 10%-ით გაზრდილი, შესაბამისად შემოსავლებიც იყო პლუს 8-10%-იანი ნიშნულით დაბალანსებული. ეს არის ერთი ამ შემთხვევაში თქვენს დავუშვათ მენეჯმენტის ქვეშ არსებული ობიექტებიდან გამომდინარე რიცხვი, იმიტომ რომ თქვენ ახლა ამ ფრაზა ახსენეთ, რომ პიკურ პერიოდს ზრდა ჰქონდა. თუ მთლიანად სექტორი იყო ამ მდგომარეობაში, ან თქვენი კოლეგები ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ საკმაოდ რთული ვითარება იყო 2025 წელს. რის საფუძველზე ამბობთ, რომ მთლიანობაში 2025 წელი სექტორისთვის იყო წარმატებული და კარგი? უმეტესწილად ეს იყო წარმატებული და პიკური მანიშნებლები. ჩვენ თავისთავად გვაქვს კავშირი როგორც კოლეგებთან, ყოველთვის ვამოწმებთ სხვადასხვა სისტემებს, სხვადასხვა რეპორტებს, სტატისტიკას, არის საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ძირითადი მონაცემები თავს იყრის STR რეპორტში, სადაც შეგიძლია რომ თავისუფლად ნახო გამოცხადებული ფასი, ან ADR-ი რამდენად არის გაზრდილი, შეგიძლია ნახო საშუალო დატვირთულობა რამდენით არის გაზრდილი და ზოგადად აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყო 90-92 დატვირთულობის მანიშნებელი, ხოლო სხვადასხვა სასტუმროებში, სხვადასხვა ლოკაციებზე, ეს იქნებოდა ბათუმი, სხვადასხვა რეგიონები, უმეტესწილად ყველა სასტუმროს ჰქონდა ძალიან კარგი სეზონი და კარგი წელი და ამას ყველა ცალსახად აღნიშნავს. შესაბამისად 2026 წელზეც კეთდება იგივე აქცენტები, რომ ამ ეტაპზე საშუალო დატვირთულობა ჩვენ გვაქვს დაახლოებით 50-დან 60%-მდე, რაც თავისთავად დამახასიათებელია. ეს ამ პერიოდში ზამთრის ეს უშუალოდ ეხება თბილისის იანვარ-მარტის 15-მდე პერიოდს, ხოლო როცა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდია დედაქალაქში. ერთ-ერთი ყველაზე შემცირებული პერიოდი არის, რადგან ძირითადი დატვირთვა ეხლა მოდის უფრო სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით, რაც შეეხება თბილისს, კახეთს, ბათუმს და სხვადასხვა რეგიონებს, აქ საშუალოდ 60% დატვირთულობა, ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალური და მისაღებია, თუმცა აპრილიდან ისევ ვარაუდობთ და გვარწმუნებს ამაში გასული 2 წლის სტატისტიკა, როდესაც მარტის აი ამ 60% დატვირთულობიდან მყისიერი ნახტომი მოხდა აპრილის თვიდან და დაგვეწყო 90+% დატვირთულობა, რომელიც გაგრძელდა ოქტომბრის ბოლომდე. კი ბატონო, თქვენ ახლა ახსენეთ, რომ 2025 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ საკმაოდ მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა იყო გაზრდილი. საიდან იყვნენ ეს მაღალმხარჯველი ტურისტები და სტატისტიკა როგორი, ანუ იმ ობიექტების საფუძველზე, რომელსაც ახლა თქვენ კურირებთ, რა დასკვნის გაკეთების საშუალებასაც გაძლევთ მონაცემები და რა
რას ნიშნავს მაღალმხარჯველიანი ტურისტი? ანუ საშუალოდ რა მოცულობის დანახარჯს აკეთებს, რომ ის ჩავთვალოთ მაღალმხარჯველ ტურისტად და შესაბამისად კონდეს განცდა, რომ დავუშვათ ეს ტურისტი უკვე არის ის ტურისტი, რომელმაც რეალურად შეიძლება საომავლოდაც მოიტანოს საკმაოდ კარგი შემოსავალი. 2025 წელს რაც ვახსენეთ რა, ასე ვთქვათ, სიახლეების განხორციელდა როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ძალიან იყო ორივე მხარე, ესე ვთქვათ, გააქტიურებული და სწორად მიზნობრივ სეგმენტებზე მუშაობდნენ როგორც ერთობლივად, ასევე დამოუკიდებლადაც. ეს იყო გამოფენები, ფრენების დამატებები მიზნობრივ ქვეყნებში, სწორედ საიდანაც შეგვეძლო მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა, სწორი და საინტერესო და საჭირო მარკეტინგული კამპანიების წარმოება და ჩატარება და შესაბამისი ბიუჯეტების დახარჯვა, ასევე 2025-ში უამრავ გამოცემაში, უამრავ სხვადასხვა ჟურნალი იქნებოდა ეს თუ ონლაინ გამოცემა, საქართველოს იყო მოხსენიებული როგორც ერთ-ერთი ტოპ მიმართულება ამიერკავკასიაში და მაგამდე მინდოდა ზუსტად მოსულიყავი, რომ ბოლო გუშინ წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Forbes-მა TripAdvisor-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე შემფასებელმა პორტალმა გამოაქვეყნა მეორე ადგილას საქართველოს და თბილისი მსოფლიოს ტოპ მიმართულებებთან, როგორიცაა მადეირა, როგორიცაა არგენტინა და ვფიქრობ ძალიან საამაყოა და ეს პირდაპირ თუ ირიბად იქნება long term-ში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს ვაჩვენოთ, რამდენად არის საქართველოს მიმზიდველი როგორც 4 სეზონის მიმართულება და მეტ მაღალმხარჯველ ტურისტზე გავაკეთოთ აქცენტი. ის ფრენები ასევე, რომელიც დაემატა 2025-ში, ეს არ იყო არც მარტო 25-ზე მიბმული მიზანი, ესე ვთქვათ, მოკლევადიანი და არც 2026-ზე. ეს ყველაფერი დაიწყო 25-ში და არის +5 პლუს შეიძლება 10 წლიან პერსპექტივაშიც სტრატეგიული ნაბიჯები, სადაც წლიდან წლამდე გაიზრდება სწორ მარკეტინგთან და სწორ კამპანიებთან ერთად მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა, უშუალოდ ევროპიდან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, თუნდაც ინდოეთიდან და ასე შემდეგ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რამდენს ხარ და საიდან შეგვიძლია რომ ავთვალოთ მაღალმხარჯველი ტურისტი. საშუალოდ მანდაც არის ძალიან ინდივიდუალური, ესე რომ ვთქვა, ადამიანი თუ ჯგუფურად მოდის ტურისტული კომპანიის ჯგუფის მეშვეობით, საშუალო დანახარჯი არის ხოლმე ფრენიანად ალბათ 1200-1100 დოლარი 5-6 დღიან პერიოდზე, სადაც განთავსება შედის ტრანსპორტირება და ასე შემდეგ, თუმცა აი მაღალმხარჯველი შეიძლება ალბათ ჩავთვალოთ 1500-1700 დოლარიდან ზემოთ, როდესაც არის ჯგუფური ტურები განხორციელებული. როდესაც ეხება ინდივიდუალურ მოგზაურს, ან ისეთ ადამიანს, რომელიც დამოუკიდებლად ჩამოდის ოჯახთან ერთად, მეგობრებთან და ესე ვთქვათ, დასვენება პლუს გართობაზე არის ორიენტირებული, შეიძლება იყოს 2000-2500 და კიდევ უფრო მეტი ეს უკვე არის ინდივიდუალური. თუმცა საშუალოდ ესე რომ ვთქვათ 1500-დან 5-6 დღიან პერიოდზე, სადაც აირჩევს 4 და 5 ვარსკვლავიან ობიექტებში. აქ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდის თვითონ მოლოდინების ფორმირებისას, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, განსაკუთრებულ როლს თამაშობს თვითონ მოლოდინები, ხო? რა შეიძლება თავად სასტუმროებისა თუ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, რა ხდება მსოფლიო გლობალურად და შესაბამისად ამ კუთხით მე უკვე საზღვრავთ. ეს მოლოდინები როგორი გაქვთ 2026 წლის განმავლობაში, გარდა შიგნით არსებული ტენდენციებისა, გლობალურ ბაზრებზე არსებული სურათი იძლევა იმის თქმის საფუძველს, გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საერთაშორისო მოგზაურები კვლავაც აქტიურები იქნებიან მოგზაურობის კუთხით და რომელი ქვეყნებიდან ელით უფრო მეტად ტურისტების რაოდენობა გაზრდილობა ჩვენებს. აუცილებლად იქნებიან, იმიტომ რომ წინასწარი რეზერვაციები, რაცაა გაკეთებული სხვადასხვა წყაროებიდან, ამის ნათელ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვთქვათ, რომ როგორც 25 შეიძლება ესე ვთქვათ დატვირთულობის კუთხით +5-7-8% გქონდეს საშუალოდ ნაზარდი 2025-თან შედარებით. აქვე მნიშვნელოვანი არის ის საფასო კატეგორია, სადაც წლიდან წლამდე არის დაბიუჯეტებული ასევე 8%-იანი ზრდა, იმიტომ რომ არის მოთხოვნა და შესაბამისად ვცდილობთ, რომ იყოს მაქსიმიზირებული ესე დატვირთულობასთან შემოსავლებიც. მე მგონია, რომ 2026, ну, ესე ვთქვათ, ჩვენ შემთხვევაში რომ შევაფასოთ 85% საშუალო დატვირთულობით მინიმუმ უნდა დაიხუროს 2026 წლის მთლიანი პერიოდი, ზოგადად +10% უნდა გქონდეს ქვეყნის სტატისტიკიდან გამომდინარე 2025-თან შედარებით. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აუცილებლად $5 მილიარდ გადააჭარბებს ჯამურად დახარჯული შემოსავლები ტურიზმიდან და ასევე $5 მილიარდი ლარი დაიხარჯა 2025 წელს, ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია.
კი და შესაბამისად მგონია რომ 10%-იანი ნამატი იქნება როგორც ვიზიტორების რიცხვში, ასევე უშუალოდ დანახარჯების კუთხით. კი ბატონო, ძირითადად რომელი ქვეყნებიდან არის ჯავშნები ამ მოცემულობით, ან რომელი ქვეყნებიდან უფრო ჭარბობენ ტურისტები და ამ კუთხით მოლოდინი რომელი ქვეყნიდან უფრო მეტად გაქვთ? მოლოდინები თავისთავად არის ევროპა, აზია, ძირითადად ჩინეთი, ინდოეთი, ბრიტანეთი, მეზობელი ქვეყნები, ისრაელი, საემიროები, რაც მაღალია ჯავშნების რაოდენობა. ევროპიდან იზრდება ესე ვთქვათ, ყოველთვიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპიდან ინტერესი არის გაზრდილი და გვემატება თავისთავად, მას შემდეგ გასამაგებული, გაუთხმაგებული და შეიძლება გახუთმაგებულიცაა, როდესაც უკვე ფრენები დაემატა ამა თუ იმ რეგიონებიდან და მიმართულებებიდან. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს გამოწვევები. რა არის მთავარი პრობლემა ამ მოცემულობით, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ სრულფასოვნად სტუმარ-მასპინძლობის კუთხით მოემსახუროთ ჩამოსულ ტურისტებს? აქ ძირითადი ესე ვთქვათ რისკი სადაც შეიძლება რომ დაინახო ესა თუ რაიმე სახის დესტაბილიზაცია მოხდება რეგიონში, გამწვავდება სადმე სამეზობლოში ან შორეულ სამეზობლოში ომი და აი ესეთი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები რაც შეიძლება და ვიმედოვნებთ რომ მსგავსი არაფერი 2026 წელს არ მოხდება, სწორედ ამაზე დაყრდნობით, სადაც იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა და ისეთი გარემო, სადაც ტურისტს გაუხარდება ჩასვლა და თავის ესე ვთქვათ ოჯახის თუ მეგობრებისთვის კომფორტის შექმნა და შეთავაზება, ამ შემთხვევაში ლოკალურად მე ვერ ვიტყოდი, რომ კერძო სექტორში არსებობს რაიმე სახის შემაფერხებელი გარემოებები, არა პირიქით, ყველა ძირითადად არის მოტივირებული იმისკენ, რომ მიიღოს მაქსიმალურად მეტი ტურისტი, დააგენერიროს მაქსიმალურად მეტი შემოსავალი და მაქსიმალურად მეტად კმაყოფილი გაუშვას საქართველოდან და დაარწმუნოს იმაში, რომ არის ერთ-ერთი დამსახურებულად პრესტიჟული ქვეყანა ამიერკავკასიის რეგიონში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. გიორგი დოლიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.